Jujutsu Kaisen საკმაოდ გადაფასებული ანიმეა, overrated. მაგრამ არა იმ დონეზე გადაფასებული და overrated, რადგანაც Demon Slayer ან Solo Leveling. მაგრამ როცა ვამ გადაფასებულია, მეთქი არ გულისხმობ რომ ცუდი ანიმეა. უბრალოდ ისეთი კარგი არა, როგორც ხალხს გამოყავს. მაგრამ ჰეითერი ნამდვილად არ ვარ. მოწყავ Jujutsu Kaisen-ის მანგა პანელები მაქვს, აკრული. ძალიან მიყვარს. მანგა ბოლომდე მაქვს დაკითხული. დასრულებული. ერთ-ერთი საუკეთესო ახალი new gen ანიმეა, მაგრამ საუკეთესო არა. საუკეთესო არა. ანუ მაგას ვისმენ ხოლმე ძალიან ხშირად ანიმე ფანებისგან, რომ საუკეთესო new gen რაღაცა, რასაც არავით ახმები. ანუ მაგას გულისხმობ, როცა ვამხოლმე, რომ გადაფასებულია. ანუ არა იმ კონტექსტში, რომ ცუდია და ხალხს კარგი გამოყავს, უბრალოდ ისეთი კარგი არა, როგორც ხალხს ყონია. ეგაა ჩემი აზრი. ჯერ დავიწყოთ სიუჟეტით. როდესაც პირველად წავიკითხე Jujutsu Kaisen-ის მანგა, ჩემი პირველი თაბაჭდება იყო, რომ კიდევ ერთი Naruto-ს ყოფილება მეთქი. მაშინ 100 თავიც არ იყო მგონი მანგის გამოსული, 60 რაღაცა თავი იყო და პირველი თაბაჭდება ეგეთი იყო. ანუ არ ვაპირებდი გაგრძელებას, რაღაც პერიოდი მივანებე კიდევაც თავი და მე დავუბრუნდი. რაც უფრო მეტი წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს მსგავსება Naruto-სთან, უბრალოდ მსგავსება იყო და არანაირი კოპირება Naruto-ს და რაღაც. მე პლუსის გავანალიზე, რომ რეალურად ინსპირაცია ავტორს გეგე აკადემიის მოვიდა Bleach-თან. Inner Demon-იც და სხვა ინსპირაციებიც ყველაფერი იყო Bleach-თან მოსული და არა Naruto-სგან. რასაც ავტორი ნამდვილად გადააკეთებს სიუჟეტის მხრივ, არის ის რომ იყოს კრეატიული და თითოეულ არკში განსხვავებული სიუჟეტი იქონდეს. ანუ მაგალითად რო შევატარო Demon Slayer-ს ან Solo Leveling-ს, Demon Slayer-ს და Solo Leveling-ის შემთხვევაში პირველი არკის მერე ყოველ მეორე, მესამე, მეოთხე არკში ერთ და იგივე რამე მეორდება. მაგალითად Demon Slayer-ში ყოველ არკში Hashira იბრძვის Upper Demon-ის ან Lower Demon-ის წინააღმდეგ. თავარ გმირებთან ერთად. ანუ მისიაზე Hashira-სთან ერთად და პლუს 4 ტრენინგის არკია. ყოველი ბრძოლის მერე ტრენინგის არკი მოდის. ანუ ყოველ არკში ერთ იგივე მეორდება. რასაც ვერთქვი Jujutsu Kaisen-ზე. კრეატიულობას ნამდვილად ვაფასებ მაგ მხრივ ავტორისას. სიუჟეტი უშუალოდ რა ტემპითაც მიდის, ბევრი მაგას ვწუდებდა, რომ ძალიან ჩქარი ტემპი აქვს, ყველაფერი ჩქარა ვითარდება. მე თუ მკითხავთ, ანუ ჩქარი ტემპი აქვს, მაგრამ ზომიერად ჩქარი. იმიტომ რომ ავტორი ყველა საჭირო ინფორმაციას გაწვდის ამ დროში. სიუჟეტის შემდგომი განვითარებისთვის და მომავალში რაც დასჭირდება, ან კითხველს, ან თვითონ სიუჟეტს მაგ ინფორმაციას დასაწყისშივე გაწვდის. და მე თუ გითხავთ ჩქარი, იმიტომ ჩანს, რომ პირიქით, ანუ ფილერ ჩეპთერები და ფილერ ეპიზოდები არ აქვს, რომელშიც თავარ გმირები, ანუ პლეაჟზე მიდიან რაღაც დასასვენებლად და ეგეთი მომენტი. აქვე ჩავამატებ, ანუ პლეაჟზე წასვლაში ფან სერვის ეპიზოდებს და თავებს არ გულისხმობ, ანუ ტექნიკურად პლეაჟზე იყო ეგეთი რაღაც გოჯოს ფლეშბექში Slice of Life სერიები არ არის, რომლებიც უშუალოდ იმაზე ორიენტირებული, რომ თავარი გმირები ბოთ ერთობიან ერთად და ურთიერთობებს ამყარებენ. ანუ მსგავსი თავები არა, ამათ შორის მეგობრობის ჩამოყალიბება ხდება off screen. ანუ ერთ თავი, რომელიც ეგეთი მახსენდება, იყო 64 თავი. თავი, რომელიც იყო ოზავაზე და იუჯიზე. და სიმართლე გითხრათ, სხვა შორის ჩემი საყვარელი თავია მთელ მანგაში. როგორც თქვი, სიუჟეტი კარგი ნებით მიდის, მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაწვდის და პლუს არ გიტოვს ისეთი შთაბეჭდილებას, რომ ავტორი გზადაგზა იფიქრებს თავის სიუჟეტს. მაგალითად, როცა მიხვდება გეტოს და ჯოს ურთიერთობა, ის სიტუაცია არ იქნება, რომ ეს საიდან იყო სიუჟეტი მოტანილი და აქამდე ნახსნები არ იყო. ანუ თავიდანვე აშკარა იყო, რომ გეტოს და გოჯოს რაღაც გარკვეული მეგობრობა და ურთიერთობა აკავშირებდათ. მთელი პირველი სეზონის სიუჟეტი და პირველი რაღაც 64-65 თავი მანგაში შემზადება იყო მეორე სეზონისთვის, იმასთვის, რაც მეორე სეზონში ნამდვილად იყო, ანუ შიბუია ინციდენტი. მარტივად ვთქვათ, როცა ბოლოში გადიხარ, მთელი წრე იკვრება, ანუ სიუჟეტში და ყველაფერი ერთი მეორეში ჯდება. ანუ ყველაფერი დალაგებულია. დავაპირებდი პერსონაჟების საუბარს ამის მერე და ჩავწერე კიდევაც ვისაუბრე, მაგრამ ჯობია ჯერ ჩავსვა. ასეთ ანიმედან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო. მანგა სპოილერებს მერე გადავალ. ანუ ანიმაციის მხრივ მეორე სეზონის ანიმაცია ბევრად უკეთესი იყო, თუმცა ვაღიარებ, რომ სტილი პირველ სეზონში, ანუ პერსონაჟების დიზაინი უფრო სწორად და სტილი პირველ სეზონში უკეთესი იყო და პირველი სეზონისა უფრო მეტად მომწონდა. მაგრამ მაგის შეცვლის მიზეზი ნამდვილად მესმის, იმიტომ რომ დააკვირდით, ბევრ სცენაში ბიტფით ანიმაცია აშკარად არ იყო კარგად დასრულებული. იყო ისეთი smooth ანიმაცია, როგორც მეორე სეზონში. ზუსტად მაგ პრობლემას ქმნის რთული და კომპლექსური პერსონაჟების დიზაინი. ყოველ სცენაში ამ პერსონაჟების თავიდან დახატვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეორე სეზონის პერსონაჟების დიზაინის გამოყენება იქნებოდა. ანუ მithmetes, რომ ძალიან ბევრი სცენა მეორე სეზონში იყო კაგენაში. ანუ Shadowless ჭრილების garaში სტილი იყო გამოყენებული. ანუ რაც პირველ სეზონში აბსოლუტური საპირისპირო იყო. ასევე კომპოზიტინგ, სპეციფიექტები, მაგალითად გოჯოს purple, ჯოს ლურჯი და წითელი, ანუ სპეციფიექტები იყო დადებული და კომპოზიტინგ მაქსენებში ძალიან საშინლად გამოიყურებოდა. უშუალოდ სერიებშიც კომპოზიტინგი ნამდვილად არ იყო თვალისთვის სასიამოვნო საყურებელი. მეორე სეზონში ეგ პრობლემა გამოსწორებული იყო. თან გაითვალისწინეთ, მეორე სეზონი ძალიან მოკლე დროში იყო დასრულებული, როგორც ზუსტად დრო არ ვიცით, მაგრამ მოკლე დროში იყო და ყველა ანიმატორებს ეწოდებოდა, რომ საშინელი პირობები ჰქონდათ ანიმატორებს და დრო არ ჰქონდათ დასასრულებლად და იმჩნეოდა კიდევაც მაჰარაგასას უკუნაც ბრძოლას და Blu-ray-ში, რაც შეცვალეს ძალიან ბევრი სცენა, რეანიმაცია გაუკეთეს და ყველაფერი Blu-ray-ისთვისაც დაყოლები გაქვს, ანუ ხდებით, მიხვდებოდით, რამდენად დიდია განსხვავება დაუსრულებელ ანიმაციასა და დასრულებულს შორის. და პლუს ერთ-ერთ
სცენაში მაგალითად გოჯოს და დიზას თრქუსების ბრძოლაში და ნანამის სცენაში თმებით რო იცოდა მაგ სცენებში ანიმატორებმა ნამდვილად გაგვანებიურეს და კომპლექსური პერსონაჟების დიზაინები გამოიყენეს. გამოყენებული პერსონაჟის დიზაინში ჩრდილების 3 და 4 ფენა პერსონაჟს ანუ ეტყობოდა კიდევაც რამდენად დახვეწილი და კომპლექსური დიზაინები ქონა მაგ სცენებში კონკრეტულად რა. ასევე რეჟისორაც მე თუ გითხავთ ბევრად უკეთესი იყო, უფრო არტისტული იყო. ანუ რეჟისორების სახელები აღარ მახსოვს. პირველ სეზონში ვინც იყო რეჟისორი, ეს ადამიანი არის ძირითადად ექშენ დირექტორი, ექშენ სცენების რეჟისორია და არ მახსოვს სახელი რეჟისორების. ანუ ამ ადამიანმა თავისი სტუდია დაიწყო, ნინჯა კაბუი თავის ანიმე შექმნა, სხვა რეჟისორმა დაიკავა მისი ადგილი. ანუ მე თუ გითხავთ პოზიტიური ცვლილება იყო ეგ მეორე სეზონისთვის, იმიტომ რომ რეჟისურის თვალსაზრისით ბევრად უკეთესი იყო მეორე სეზონი ვიდრე პირველი სეზონი. სიუჟეტს მარტივად ვთქვათ, შევაფასებთ რაღაც 7 გულით, ჩემი აზრით და იგივეს დაუწერდი პერსონაჟებსაც. კარგი პერსონაჟები და სამახსოვრებელი პერსონაჟები იყვნენ. მთავარი გმირები მეტოსება კარგი განვითარებით, მაგრამ ჩემი პრობლემა ის იყო, რომ ზოგიერთი მთავარი გმირი და ბევრი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი უბრალოდ შეიძლება წყალში გადაყრილი იყო და like wasted potential. ანუ პოტენციალი ჰქონდათ და ავტორმა უბრალოდ არ გამოიყენა. მაგალითად მეგუმი და კუკისაკი. კუკისაკი მეორე სეზონის განმოყოლებული, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიუჟეტში, არანაირი როლი არ აქვს და მკვდარია. და მიუხედავად რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟია, მგონი უკეთესი იქნებოდა თუ მკვდარი დარჩებოდა. რო ფიქრდები, რომ მთელი 100 რაღაცა თავი მკვდარი იყო, ბოლოს 60 თავში გამოჩნდა, უმნიშვნელო რაღაცა გააკეთა, პატარა რაღაცაში დაეხმარა იუჯის და მერე მორჩა მთელი სიუჟეტი მაგით. ჩემი აზრით ბევრად უკეთესი იქნებოდა თუ დამოვიწყდა არკის სახელი, არკში რომელიც იოიას და სხვა ქურსებს ებრძვიან, მაკი და სხვა პერსონაჟები, აი ამ არკში რო გამოჩენილიყო კუგისაკი. მთელი აზრი ხო იყო კუგისაკის არ გამოჩენს, რომ იუჯი მარიცოდეს რეალურ გეგმაზე, რომ მერე სკულამაც არ გაიგოს, ამისადან ამდენი ხანი არ მოდაეტოვა მკვდარი და ჯობდა თუ დაბრუნდება საპირებდა კუგისაკისას, დაებრუნები და ბევრად უფრო ქონოდა კუგისაკის 1 ან 2 ბრძოლა მაინც, მერე გაუჩინარებულიყო და ბოლოში გამოჩენილიყო. ჩემი აზრით ესე უკეთესი იქნებოდა. ანუ აი ეს შემზადება მარტივად ხო და build up წყალში გადაიყარა, იმიტომ რომ ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. იგივე ვარიანტში იყო მეგუმი, ბოლო არკში სუკურასა სამარცხებლად მეგონა რომ რამე უფრო როლი ექნებოდა, არ რაღაცა განვითარებას ვნახავდით მნიშვნელოვანს მეგუმისგან და მაგით ანაზღაურებდა ავტორი ამ დიდხნიან დანაკლისს. მაგრამ ეგ არ მოხდა. პერსონაჟები, რომლებიც წყალში გადაყრილი არ იყვნენ, ნამდვილად იყო ნანამი, ასევე ჩემი საყვარელი პერსონაჟი ეს მანგა მაგითო მაქვს. გოჯო მე თუ გითხავთ საოცრად დაწერილი პერსონაჟი იყო, გოჯო და ნანამი, ასევე სუკურაც არაჩვეულებრივი ვილენი იყო, არაჩვეულებრივი პერსონაჟი, ანუ როგორც ანტაგონისტმა თავის როლი ნამდვილად კარგად ითამაშა და შეასრულა. კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელზეც იმედები გამიცრუდა იყო ჰაკარი. ჰაკარის და კაშიმოს ბრძოლა არის ჩემი საყვარელი ბრძოლა. იმედი მქონდა რომ მასაც რამე მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა ბოლო არკში. პანდა ასევე. ბოლო არკში წინა პლანზე იყო გოჯო, სუკურა, იუტა და ცოტა იუჯი. ანუ სხვა ყველა პერსონაჟი ძალიან უკანა პლანზე გადაიწიეს და უბრალოდ პირდაპირ მაგ სიტუაციებით მაყურებლები გახდნენ. ასაგები რომ ყველა პერსონაჟი მნიშვნელოვანი როლი ვერ ექნება, მაგრამ ამდენ პერსონაჟს რო წარადგენ, build-ups გაუკეთებ, ანუ განვითარებაში სავალს გაუკეთებ და ბოლო არკში მთავარი გმირების 80% ბოლო არკში უბრალოდ აიგნორებ. ანუ ცოტა არ ვთვლი რომ ეგ კარგი გადაწყვეტილება იყო და ვთვლი რომ პერსონაჟებს უფრო მეტი დრო უნდა ყოფილიყო დახარჯული. მაკიც გამომრჩა, მაკიც ასევე არაჩვეულებრივი პერსონაჟია, ასევე ჩემი მეგობრის საყვარელი პერსონაჟიც ნანამია. მაგის გამო დაიწყო ყურება. აქვე პერსონაჟებზე ვიტყოდი რომ გოჯოს პერსონაჟი დიდად არ მხიბლავდა დასაწყისში. ანიმეს მარტო მნიშვნელოვან სერიალს მოხაყურები, მანგა მაქვს დაკითხული და მანგაში ნამდვილად არ მხიბლავდა გოჯოს პერსონაჟი და დიდად არ მაინტერესებდა. შემდგომ იყო ტიპიური ქოქი, თავისთავად რო დიდი წარმოდგენა რაღაცა პერსონაჟი, რომელიც ადვილად მოგეწოდება, მაგრამ განვითარების მხრივ და როგორც პერსონაჟი დიდად საინტერესო არ იქნდა. და ჩემი ყურადღება გოჯოს პერსონაჟმა პირველად მიიქცია, როდესაც ტუჯისთან წააგო ბრძოლა. ეგ ყველაზე მარტივი საშუალებაა ჩემთვის, რომ პერსონაჟი მომაწონოთ. იმიტომ რომ როგორც თორსა წარადგენა ქოქი თავისთავად დიდი წარმოდგენის მქონე პერსონაჟს და make him humble like თავმდაბალს გახდი იმ ვარიანტში ბრძოლას წააგებს. ან მოვიდოდი რომ გოჯო იქნება პერსონაჟი, რომელიც ყოველთვის ბრძოლას იგებს და ყოველთვის ყველაზე ძლიერია. ანუ თუნდაც ბავშვობაში იყო, მაგის ფლეშბექში იყო, ეგ მაინც გოჯო რო დამარცხებული ვნახე, მაგის მარცხთან გუება რომ ვნახე, რომ like ამან აი ვერ გადაარჩინა და ანუ მიხვდა რომ არ არის ისეთი ძლიერი და ისეთი მაგარი ტიპი როგორც გონია. აი მაგის მერე ბევრად უფრო საინტერესო პერსონაჟი გახდა მაგ სცენის მერე თუ გითხავთ და ბოლოში მით უმეტეს ანუ მთელი პერსონაჟის აზრი რო იყო რომ ყველა მოსტრად ხედავდა მას და ყველასთვის იარაღი იყო გოჯო. გამონაკლისი იყო მხოლოდ მისი სტუდენტები, რომლებიც იარაღად არ ხედავდნენ, გოჯოს მონსტრად არ ხედავდნენ და ადამიანად ხედავდნენ. და ასევე მთავარი გმირების დინამიკაზე და მაგათ ურთიერთობაზე, იუჯი ნობარა მეგუმი იქნება თუ მაკი, ასევე იუჯის და ტოდოს ურთიერთობა ან გოჯოს და სტუდენტების ურთიერთობა ერთი მეორესთან ან ნანამისთან ძალიან მიყვარდა, ძალიან საყვარელი იყო და მაგრამ იმასაც ვიტყვი, ნანამი რატო შემიყვარდა და რატო გახდა ჩემი საყვარელი პერსონაჟი.
ნანამი გახდა ჩემი საყვარელი პერსონაჟი მას მერე რაც წარადგენს პირველად და იუჯისთან ერთად პირველად იყო მისიაზე. იუჯის ეუბნება რომ თუ ვერ შეძლებ ბრძოლას მითხარი და გეხმარები და იუჯი რო შეურაცხყოფით ღებულობს რომ ბავშვით მექცევი და რაღაც და ნანამის პასუხი არასათანადო არ გაფასებ და ბავშვით არ გაქცევი, უბრალოდ ზრდასრული ვარ და ისე ვიქცევი როგორც ზრდასრულს შეეფერება. იუჯის არც ზემოდან უყურებს რომ ბავშვი ხარ, ნაწილაკი ხარ, არც მიაგდებს და ანუ როგორც კაკაშიან სხვა პერსონაჟი მოიქცევა და ნარუტოში კონტექსტიდან გამომდინარე ჩვეულებრივი რაღაცა აი გასაგებია, მაგრამ მიჩვეულდი ვარ უბრალოდ ეგეთ პერსონაჟებს და ნარუტო მართლა ბავშვს რო ბავშვით ექცევა, მაგრამ არც ზემოდან უყურებს და მართლა ზრდასრული იქცევა და საუბრობს, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცე და ძალიან აი მომხიბლა და ბოლოსაც ნანამის პერსონაჟის ბოლოს სიტყვები რო იყო რომ არ ვიცი რის თქმა საპირებ და იუჯისთვის, მაგრამ ბოლომდე რომ თავი მოტოკა და იუჯი აქედან შინ გააგრძა. იმაზე რომ ფიქრობდა რომ იუჯისთვის ისეთი რამე არ ეთქვა, რაც მე მაგას მთელი ცხოვრება დატანჯაობდა და უკისაკი ანუ თვითონ ხასიათის გამო მომწონდა და მე ერთი მომენტი როცა იყო რომ ბრძოლის დროს რომ ამბობს რომ მომწონს როცა ლამაზი ვარ და შოპინგზე დავდივარ და რაღაცა გოგოსავით ვიქცევი და მომწონს როცა when I kick people's ass ანუ როცა ხალხს თავის ადგილზე მოსვა და ძლიერი ვარო რა. ეგეთ მომწონს მე კუგისაკი ნობარა ვარ. კის და კუგისაკის დინამიკაზე ვაბოდებდი ან ძალიან საყვარელი დაქალობა გქონდათ მაგათ. და ასევე აქვე ჩავამატებ ჩემი საყვარელი არკი მთელ მანგაში იყო ზენი კლანის ხოთაშლეთის არკი. მაგას ზედმეტი ახსნა არ ჭირდება რატომ მომწონს ეგ არკი. Pure massacre. ანუ ყელში მყავდა ეს ზენი კლანი მოსული და like მაკიმ რო შურიძია და ყველა ამოხოცა და მამამისით რო დაიწყო და რაღაცა და თავისთან გავი ბიძაშვილი ნაიოიოც რო ადგილზე მოსვა like აბსოლუტური სინემა. რა არ უნდა მომეწონოს მაგ არკში. გოჯოს პერსონაჟი დასასრულიც საინტერესო იყო, მაგრამ მე მაგას მოვილოდი. სიუჟეტიდან გამომდინარე უკვე ხვდებოდი რომ გოჯო გარანტირებულად წააგებდა და შანსი არ იყო გოჯოს მოეკო ეგ ბრძოლა. უბრალოდ მეგონა რომ უფრო რთულად წააგებდა. ანუ გასაგებია რომ სამი-ერთეი ბრძოლა უბრალოდ ასე მოულოდნა თუ წააგებდა არ საიდან რომ like off screen და რაღაცა მაგას არ მოვილოდი. მაგ off screen დასრულებაზე ბრძოლისა პრობლემა არ მქონდა, მაგრამ უბრალოდ არ მოვილოდი ეგეც. ანუ world building-ზე სოფლიო შენებაზე ბევრი არაფერი ასაუბრო. ერთ-ერთი რაც შეიძლება ვისაუბრო მაგ მხრივ არის საბრძოლო სისტემა. და საბრძოლო სისტემა მე თუ გითხავთ არასაჭიროდ კომპლექსური იყო. ანუ თავიდან კი საინტერესო იყო, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ხსნის, გაჩვენებს რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში ავტორი იმდენ რაღაცას ამატებდა, რომ ის მომენტი ქონდა თითქოს ცდილობს ჰანტერ-ჰანტერის ვარიანტი იყოს, მაგრამ ჰანტერ-ჰანტერის მსგავსად რომ ყველაფერს ახსნა და განმარტება ჭირდება, ეგეთ ვარიანტი კი არ იყო, უბრალოდ არასაჭირო ინფორმაცია იყო ბევრი მოყრელი და ანუ მაგით იყო კომპლექსურობა შექმნილი სიუჟეტის საბრძოლო სისტემის და რაც ბოლო ნაწილში უკვე ძალიან ზედმეტობა და რაღაცა გახდა მე თუ გითხავთ რა. თავიდან საინტერესო იყო, მაგრამ ბოლოში უკვე like არ იყო კარგი რა. ანუ მთლიანობაში საბრძოლო სისტემა მაინც კარგი იყო. ნიუ-ჯერში ალბათ ვიტყოდი საუკეთესო საბრძოლო სისტემა აქვს მეთქი. მაგრამ ბოლოში ძალიან არეული გახდა რა. სიტყვას მანგაში არტაზეც ვიტყვი. რეალურად ძალიან მომწონს ანუ ჯუჯუტსუ კაიზენის არტ სტილი და განსაკუთრებით პერსონაჟების დიზაინები. თუ არ გავითვალისწინებთ რომ პერსონაჟების უმეტესობა ბლიჩის პერსონაჟებიდან ინსპირაცია კი არა ლამის კოპირება. ლამის, ანუ კოპირებას არ ვეძახი, მაგრამ ლამის არის. მაგრამ არტ სტილი მესი ლაინს და რაღაცა ძალიან მომწონს არეული ხაზები, რაღაცა უხეში არტ სტილი, ძალიან მომწონს, ჩემი საყვარელი სტილია ეგ. Chainsaw Man-ის სტილიც მომწონს ძალიან. მაგრამ რამდენად კარგია უშუალოდ ეს მაგ მხრივ რო ვისაუბროთ, like არა, იმ მხრივ რო ვისაუბროთ, რამდენად კარგი იყო არტი, ანუ ცუდი არ იყო, მაგრამ რო შევადაროთ, ანუ საგმირო აკადემიის არტს მით უმეტეს საგმირო აკადემიის ბოლო თავებში, როგორი არტი იყო, თუნდაც Chainsaw Man-ის პირველ ნაწილს, მეორე ნაწილში არ ვარ გადა Chainsaw Man-ის არტი, მაგრამ დანდანის არტს, Chainsaw Man-თან კიდე შეიძლება, მაგრამ დანდათან და საგმირო აკადემიასთან ახლოსაც კი ვარ და საკამოტო დეის აქ like უმაღრესი არტი, ანუ ვამბობდებ საკამოტო დეის არტზე. ანუ ჯუჯუტსუ კაიზენი მაგასთან ახლოსაც ვერ მივა. ერთი ეკა. მაგრამ თლიანობაში როგორც ფალებმა იცი ხოლმე რომ 10-დან 10 მანგაო და აი საუკეთესო ნიუჯენიო, ეგრე არ ვფიქრობ. დაუწერდი ალბათ 10-დან 7 ან შეიძლება 6.5. ძალიან კარგი მანგა და ძალიან კარგი ანიმეა. მესამე სეზონს ველოდები და რა ვიცი. ძალიან მიყვარს.